და შიგნით სუყინულია. სუყინული ეხლა რომ შევალთ არის ყინულის ტალღა რო უყურებ, აი როგორც ეხლა ამ კლდეს უყურებ და გაშიშვლებული პროფილია და სხვადასხვა პერიოდის იმას ხედავ ხო, ბაზალტის რაღაცა გეოლოგიურ დანალექებს. იქ ყინულში უყურებ, აი ყინულის ტალღა რო გაჩერდეს უცბად, აი ეგეთი გაშეშებული ყინულის ტალღა და აქვს რაღაცნაირი ესეთი ორნამენტი. ასაკი ვიცით ამ ყინულის? ასაკი არავის არ გაუზომია, თუმცა მღვიმე ესეც დაახლოებით ეგრე არის რა, 80,000, 100,000, როცა გაიხსნა და აქ რო ჩავსრიალდე, აი ფილმებში რო არის რაღაცა მღვიმეში რო ჩავარდებიან და საგანძურზე რო ამოყოფენ ხოლმე თავს. აქ თუ არის ადამიანის კვალი? არა ხო? აი ერთადერთი იმას ამბობდით რომ აქედან ყინული მიქონდათ, მიცვალებული რო შეეძახათ ხო? საოცარი დღეა, საოცარი. ხე რა მხელა ყინულია და ეს ყინულები არის კაც მაინც რამდენი ხანი ხო? რასრიალებს. ხოთაჩა. ალპინიზმი, სპელეოლოგია. ვახ, ბიჭო რა მაგარი. შეგრძნება. ჩვენ ვიყავით ჩარშან ამ დროს, ეხლა აქ ნახე წყალია. შაშან ამ დროს აქ იყო ხასხასა თეთრი ყინული. აი აქ რა მხელა ნაპრალია. ძალიან სასწაული გამოცდილება არის. მინდა გითხრათ მეგობრებო და სპელეოლოგია ისწავლეთ.